მას ასე შემდეგი ძალზე საინტერესო ბრძოლა და ძიმე წონის მოკრივეები თქვენს წინაშე პაატა ადუაშვილი ძალზე გამოცდილი ვარიანელი მოკრივე შეერკინება გორელ დავით კოპაძეს. პაატა ადუაშვილი დიდი ხანი არ მდგარა ქართულ რინგზე მიუხედავად იმისა რომ ინტენსიურად იბრძოდა უცხო რინგებზე თელს ევროპაში არაერთ უძლიერეს მოკრივესთან აქვს ბრძოლები გამართული პაატა ადუაშვილს და ვნახოთ მშობლიური საქართველოს რინგზე როგორ წარმოაჩენს თავს 2017 წელს აქვს ბოლო ბრძოლა საქართველოში გამართული ადუაშვილს მას შემდეგ მხოლოდ უცხოეთში იბრძოდა ეს მოკრივე მის წინააღმდეგი გორელი გიორგი კოპაძე უნდა აღინიშნოს რომ აწონვებზე საკმაოდ დიდი იყო მათ შორის სხვაობა წონაში გამომდინარე იქიდან რომ ძიმე წონაში არ არის ლიმიტები 103 კილო ჩააბარა წონა პაატა ადუაშვილმა და 133 კოპაძემ. სხვა ყველაფერი უკვე რინგზე უნდა გამოჩნდეს, ორივე მათგანი ძალზე გამოცდილი მოკრივეა, ბევრის მნახველი მოკრივეები არიან და ნახოთ რა შემოგთავაზებენ დღეს. მისცემს დავით ნაზარაშვილი ბოლო გაფრთხილებებს, ბოლო დარიგებებს და ბრძოლაც დაიწყება. დაიწყო ძიმე წონოსანთან ბრძოლა. ძიმე წონა ყოველთვის ძალიან განსაკუთრებულია. აქ არის უძლიერესი დარტყმები და ერთ დარტყმასაც კი ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. საკმაოდ აქტიურად დაიწყეს ძიმე წონის კვალობაზე ორივე მათგანმა. შერკინება და ნახოთ საბოლოო ჯამში ვის დარჩება გამარჯვება. შეტევაზეა კოპაძე, თუმცა როგორც გითხარით პაატა ადუაშვილი ძალიან გამოცდილია. ფაქტიურად როგორც კი შესაბამისი ასაკის გახდა მას შემდეგ პროფესიონალური კრივის რინგზე დგას ადუაშვილი. ძალზე გამოცდილი ვარიანელი მოკრივე. სასიხარულო ასეთი გამოცდილი მოკრივეების დაბრუნება ქართულ შოუებზე. ყველას გაუჩნდა სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა რაღაცას იტკიებს კოპაძე აშკარად კეფაში გაატარა დარტყმა. თუმცა გადავიდა შეტევაზე, მაგრამ ადუაშვილი გაცილებით აქტიურია. კлау შეტევაზეა კოპაძე ხედავთ ცდილობს ამ თავისი მასით ახლო შევიდეს, მიაწვეს. თუმცა ადუაშვილი კარგად მოქმედებს ნამდვილად. ხედავთ მიუხედავად ნაკლები წონისა ადუაშვილი გაცილებით უფრო ძლიერად ურტყამს კიდეც. კოპაძე ცდილობს აქტიურობას, ცდილობს რომ პირველ ნომრად იმუშაოს, მაგრამ ადუაშვილი ნამდვილად კარგად მოქმედებს და არ აძლევს საშუალებას მეტოქეს უპირატესობა მოიპოვოს პირიქით. თავად გადადის ძალიან კარგ შეტევებს. საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, უნდა ითქვას მოკრივეებმა პირველივე რაუნდში მძიმე წონაში არ ვართ ხოლმე ჩვეული აქტიურობას. ამ შემთხვევაში კი ხედავთ ორი აპერკოტი გაუტარა ზედიზედ პაატა ადუაშვილმა. ათი წამი რაუნდის დასრულებამდე ნახოთ გიორგი კოპაძე გადავიდა კлау შეტევაზე, თუმცა დასრულდა რაუნდი.
რა შეიძლება ითქვას? ისეთი დარტყმა თითქოს არც ერთს არ გაუტარებია, თუმცა უფრო გაცილებით აქტიურობდა პაატა ადუაშვილი. მეტი აქტიურობა მართებს გიორგი კოპაძეს ამ შემთხვევაში. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარია მოსული თბილისის სპორტის სასახლეში, გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში. სასიხარულოა, რომ ქართული პროფესიონალური კრივი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და გულშემატკივარი უფრო და უფრო ინტერესდება ორთაბრძოლებით. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი სურვილი გვაქვს და გვყავს ისეთი მოკრივეები, რომელთა სანახავადაც გაცილებით მეტი გულშემატკივარი მოვა ხვალდაზე, მეტი ცნობადობა გვჭირდება და ნამდვილად ისეთი დონის შოუები ტარდება საქართველოში, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა. ძალიან კარგ შეტევაზეა ახლა კოპაძე. დაუჯერა სეკუნდანტებს და მეტად ცდილობს იაქტიურობს. სხვანაირად არც გამოვა თუ არ იაქტიურა, გამარჯვებას ვერ მიაღწევს. თუმცა ადუაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგ ფორმაში ჩანს ვარიანელი მოკრივე, ვარიანის კრივის კლუბ ჩემპიონის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკის მიერ დაარსებულ კრივის კლუბში, ვარიანში არაერთი ჩემპიონი და საოცარი დარტყმა პაატა ადუაშვილი აღარ ხუმრობს ნოკდაუნში იყო მეტოქე, თუმცა შეძლო და ფეხზე წამოდგა, მე მგონი ესე ადვილად მე მგონი კოპაძე არ დათანხმდება, თუმცა არა, ეს კიდევ ერთი ნოკდაუნია. ნახოთ თუ შეძლებს გაგრძელებას. კოპაძე კიდევ ადგა, თუმცა კუთხემ მოხსნა გიორგი კოპაძე. ულოცავთ პაატა ადუაშვილს, ნამდვილად ეფექტური გამარჯვება მოიპოვა რინგზე დაბრუნების შემდეგ. მეორე რაუნდში მოინდომა კოპაძემ გაცილებით უფრო მეტად აქტიურობა, თუმცა ადუაშვილმა საჭირო დროს ძალიან ჭკვიანური დარტყმა მიაყენა მეტოქეს და შეძლო ამ ბრძოლაში ვადაზე ადრე გამარჯვება. Enough of the code switching, been hitting my soul, been on the ropes, I'm ready to grow, so get to know me. Keep your head up, I want you to grow with me. Yeah, alright, okay. We get it. No contest. Wait. Surf's up, nigga. The world been dying, days is number, check the climate, I'm sick of it. They had brain scheme to get the riches quick. Played a long game with serene scene and with this quick. მოხსნიან ხელთათმას კოპაძესაც და ვიხილავთ პაატა ადუაშვილის ზეობის მომენტს. ნახოთ, მძიმე წონაში პაატა ადუაშვილის მოკრივეა, რომელიც საქართველოში ნებისმიერ მძიმე წონოსანთან დადგება, იასპარეზებს, დარწმუნებული ვარ და ექნება ამბიცია, რომ ნებისმიერ მათგანს შეებრძოლოს და მოიპოვოს გამარჯვება. მისი გამოცდილების მოკრევე ნამდვილად ბევრი არ არის ჩვენს ქვეყანაში. მიმდინარე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ნოკაუტით. So he could use me. Look
at me now, you chose your route. ამ ორთა ბრძოლის გამარჯვებული ვარიანელმა მოკრივემ შეძლო პროფესიონალურ კრივის რინგზე მორიგი გამარჯვების ჩაწერა. ულოცავთ პატას, ულოცავთ ვარიანელ კრივის კომაგებს. რაც შეეხება კოპაძეს, დასაფასებელია მისი მონდომება და სამომავლო წარმატება.